პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე უკანიხევს. საპარლამენტო უმრავლესობა ეროვნულ ბანკში არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ გეგმებს ცვლის. ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გადასვლის ნაცვლად მონიტორინგის სამსახური დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდება. საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ სამსახურის ახალი სახით ფორმირება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ინიციატივასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები გაჩნდა. თვითონ ამ სამსახურის შინაარსი არ არის პირდაპირ ასე ვთქვათ შინაარსი და იმ საქმიანობით არ არის ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული და არც პრიორიტეტია ეროვნული ბანკისათვის. საბოლოოდ იქნება გადაწყვეტილი არა ის ვარიანტი, რომ ფინანსთა სამინისტროსთან იყოს, არამედ ის იქნება აღმასრულებელ სტრუქტურაში დამოუკიდებელი სამსახური, რომელსაც პირდაპირ ხელმძღვანელს დანიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საპარლამენტო უმცირესობაში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივას მთავრობის მხრიდან ფინანსური ტრანზაქციების გაკონტროლების მცდელობად მიიჩნევენ. მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ სამსახურის რეორგანიზაცია უარყოფითად აისახება კომერციულ ბანკებზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას აქვს გადაწყვეტილი, რომ ყველა ფინანსური გადარიცხვა, ყველა ფინანსური ნაკადი გააკონტროლოს და ეს გააკონტროლოს კონკრეტულად აღმასრულებელმა ხელისუფლებამ. ეს ცუდი გზავნილია ძალიან ბანკებისთვის, კომერციული ბანკებისთვის, ფიზიკური პირებისთვის, ვისაც განთავსებული აქვს საქართველოში დეპოზიტები. ეროვნული ბანკიდან ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გასვლის ინიციატივას ბანკის გენერალური დირექტორი რამდენიმე კვირის წინ გამოეხმაურა. გიორგი ქადაგიძე აცხადებდა, რომ სამსახურის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლა საბანკო სექტორს დააზარალებდა. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებას ჩვენ მე პირადად არ მივიჩნევ სწორ გადაწყვეტილებად. მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება იმ შედეგების მომტანი, რომელიც დაეხმარება ზოგადად კლიენტ ეკონომიკის განვითარებას და სახელმწიფო საბანკო სექტორს. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკისგან გამოყოფის შემთხვევაში მთავრობასა და სამსახურს შორის მეტი კოორდინაცია შედგება. ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი კი სამსახურის ცალკე სტრუქტურა ჩამოყალიბების აუცილებლობას ვერ ხედავს. თვალსაჩინო არ იყოს სწორი გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში სამსახურის გადასვლა, ვერ ხედავ ამ წუთისთვის შენიშვნებს, რომელიც ამ სამსახურის მიმართ შეიძლება არსებობდეს და ვერც იმის დასაბუთებას ხედავ, უფრო უკეთესად როგორ შეძლებს ეს სამსახური მუშაობას. ყოველწლიურად ძალიან დიდი რაოდენობით ინფორმაცია შედის ამ სამსახურში სხვადასხვა ოპერაციებთან დაკავშირებით. ჩვენი აზრით რაღაც კოორდინაციის ხარისხი ცოტა უნდა გაიზარდოს მთავრობას და აღნიშნულ სტრუქტურას შორის, რომ უნდა იცოდეს, ასე ვთქვათ, სად მოხდეს კრიმინალის მოძებნა. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს პარლამენტი პირველი მოსმენით მომავალ კვირას განიხილავს.